კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლგარე. არ გეგონოთ, რომ ეს სახლი ეკუთვნოდეს ერთს ვისმე ღარიბსა და მის გამო იყოს ეგრე გულშეუდგივრად თავმინებებო. არა. ამის პატრონს ჰყავს 20 კარგად გაკეთებული კომლი კაცი, ასე რომ 10 ურმიდან საბეგრო ეყნება. სხვარი ბლომად და 100 ცხენით, რომელიც ყმაზედ ნაკლები არ არის განათლებულ მებატონისათვის. ეს ქონება ყმებიდან დაწყებული ცხენამდინა და მიწამდინა იმის ხელში, ვინც გამოყენება იცის, კაი ლუკმა არის. დიახ, ამ შვენიერ სახლში ცხოვრობდა ტკბილა და უმღრევლად 40 წლის კაცი თავადი ლუარსაბ თათქარიძე. თავის განუშორებელ მეუღლით ურთ, რომელსაც ერქვა კნეინა დარეჯანი. ვინაცვალე რა თბილას იმას. რა კი ბატონო კნეინა თვალს გააჭყებდა, შავარდენივით გადმოფრინდებოდა ტახტიდან. გადიცვამდა ჩითის კაბასა, ხანდიხან სიჩქარისაგან უღურმაცა. შიშველა ფეხს შემოსავდა ჩუსტიდა და მერე ჰერი ბიჭო დაეშვებოდა ჩალურისაკენ. დავიდე ერთი დაუვარო ჩემებურად. რა საკეთებ, რა საკეთებ? აქამდე არ ჩაგიკრავთ, ჰა? აი ასე უნდა გააფრთხილო, კარგად უნდა გააფრთხილო. ხონი დახურდება და ჩავაკრავთ ხალბად. ჩქარა. მე თვითონ
მე ფონარი კენი აი მიწა დაგაყარეთ მაგ თავზე და ხა მიწა გოგო შემიწა დასაყრელო შენა რა დავრუსული ხა მოდი ახლა გასაყრელო შენა რამოდენა საქმე გაქვს შენ კი ახაზი ხარ მიწა დაგაყარე მაგ პურპრიან თავზე და შენა ხა მიწა ბიჭა იგი დოყალატია შენა გოგო შე ბოგო ახატე ხო შენა განდრიე ხელი რა იყო ვერ მოჩიტეკ საქმე აქამდე ხა რა და შეჯღანეთ ჰა ალბატონო და გელბეტონო აი დარდუზანა შენა და შენცა დარდუზანა ჰა ერთი ყალიონი მომაწოდე. ჩაძვერი თქვენ უსაქმურებო უიმე გოგო შემიწა და ხალხო შენა რა გეცეკებოდა ხა გასცი საქმეს მიხედე გასცი უყური ერთი ამაშენა მიწა და საყრელი თვალდაფათიცებული უნდა დასწრიალებდე მოსამსახურეს თორემ ჭამისმეც არას გააკეთებ გოგო ბიჭებს მოვლა უნდა სად იყავს შენი ჭირიმე ეგრე რომ დაიყალე როგორ თუსადა შენი ჭირიმე ოჯახობა სახლია კარია თვალყურის ჭერა უნდა თუ არა შენ შემოგეყოს ჩემი ეგრე შემოდარეჭა მარა ეგრე შენ გეთაყვანე დედაკაცობაც ეგარი და ბევრმა არც იცის როგორ უნდა მოეპყრას ხმასა არ იცის მაშ თორემ რომ იცოდეს ხომ კარგია ხო აი რო იცოდა შენ არა ხმა ხანდისხან ტყუილ უბრალოდაც უნდა დაწუხსო რომ გამოლანთო კიდეც ცუდი არ იქნება აი მე მაგალითად გაუჯარდები დაწუხსა კავლანწყავ კიდევაც დავწყევი კიდევაც მერტო მიწყენა სულ ისთვისა იმისთვის რომ შიში და გრძალვა უნდა ჰქონდეს ბატონისა თორემ შენი მტერი გასწორდება ქვეყანა მაშ აი ყოლა თულს ვამბობ არა უილი რა იქნება შენ ისეთი ბრძენი დედაკაცი ხარ რომ შენოდენა დედაკაცი სიზმარით დაეჯერება ლუარსაბმაც იცოდა ბიჭების დაწიოკება როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე მართალია ცოტა ზანტი იყო მაგრამ ამოდენა მამულ დედულს მოვლა არ უნდოდა ერთი სახლისა და ქვეყნის ამბავი უნდა გავიგო მაშ დათო ბაურო ატონო შენი ჭირიმე აკავაგეთ რას მიბრძოლებ შენი ჭირიმე დათო ოვენს ორცი ხომ ჩამოიტანე ბაზრიდან ჩამოვიტანე მაშა რა დაჭერია ჩალაღაჭია შენი ჭირიმე ჩალაღაჭი სამწვადეთ კიდე სუკი ვიჟოე შენი ჭირიმე შენი ბარაქალა ჩემო დათო ბარაქალა თუ კაცმა დაივიწყა ღმერთი არ დაივიწყებს ბატონის ერთგულევასა იცოცხ შენ ჩემი მარჯვენა მკლავი ხარ მაგარი მკლავი მეზურე მწვანილი მოიტანა მაშა დარხუნა ხომ არის გაახლავს შენი ჭირი კიდრით გაყლავს ხორთა მას სახლის სავსე ყოფილა როდესაც ხლებიათ ნაკრული რომ ეხლა იყოს შენი ჭირიმე შენი და ეხლა წადი მიდი მოიცა შენი ერთი ეხლა ეს ვიკითხოთ დათო განეკო ურმები გაისტუმრე
ავისტუმრე ჟენჭირი მე ხლა თუნდაც ორღობეს იქნებიან გაცდენილი. სად გაისტუმრე? ანაში ჟენჭირი. რამდენია? 4 საბატონო და 10 კიდე ბეგრისა. რატომ ბეგრისა 15 არ არის? 15 ჩვენს კაცებში თავის გაჩენაში არ შემულა და დღეს საიდან იქნებოდა ჟენჭირი ვიჟენი. ფირე 15 უნდა ყოფილიყო ვეჟო. აი და ნაბადო. მე არ ვიცი. 15 უნდა ყოფილიყო. ვა 10-იო, ბატონ სამსახური უნდა. გაგონილა, მას მე ბატონი აღარ ყოფილვა. 15 უნდა ყოფილიყო, 15. 15. მე მაგათ უჩვენებ რომ მე ბატონი ვარ და ისინი კიდევ ხმები არიან. ჟენჭირი მამაშა. 10-იო. ეი და. ბატონი დახარ და დიდებაცა გაქვს. დაალახოს მე მაგრეხ კაცი. მინამ თავს არ დააგები და ერთი კარგად არ დაშხილებ ვეჟო. ისე ხელს კი არ გაგძრავს და გაგონილა. აი სწორად უცხავს დარეჯა. კაცი ირგავარდილი ქვევრია. რომელსაც დღე ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი. მაგრამ აიცერა დაასხი, გოგო. აი მე რომ არ ყოფილიყავი დარეჯან ანა მინდოში დაგვილპებოდა მაშინ მასაკეთ რა კი ევამ ადამიანს შეაცდინა მასაკეთ ნაბრძანებია ღვთისაგან რომ ჩვენი სოფლი პური უნდა ვჭამოთ ეგ ხომ თავადებზე და არ არის ნათქვამი ეგ ლეხებზე და არის ნათქვამი ლეხებზე შენი სულისა იმ დროს თავადები სად იქნებოდნენ ჰა რა როგორ არა ჩვენი ვარი მაშინდელია რასა ბასეგონი არა იცოდე რაო მაშინ ადამისა და ევას მეტი არავინა ყოფილა და ეხლა ადამი თავის თავზე თავადი ხომ არ იქნებოდა შენ შემოგები ჰა არლა აი ეგ კი ვეღარ მოვიფიქრი აი რა ჭკვიანი დედაკაცი ხარ შენ მარწყვის ტუჩებს ვენაცვალე რა მოდი ერთი ამოვწუწდო რა აი მადლიანი დედაკაცი ხარ კაი ოჯახის ბურჯი გმადლობ შენ ჩემო გამჩენო რომ ამისთანაც შემოხვედრე შენს კარგი შენ ოცი წელიწადია თურმე რაც ლუარსაბი და დარეჯანი ერთ სუღელში შებმლან და ერთ ბედის კალთას ქვეშ ამოფარებულ. საოცარი ამბავია ამათი ჯვარისწერ. ამათი მაჭანკალი გახლდათ თავად მოსე გრძელაძისაგან მოგზავნილი ერთი ღარიბი და ფრივი დედაკაცი, რომელსაც დიდი ენამეტყველობის სახელი ჰქონდა გავარდნილი თავადიშვილობაში. ამიტომაც ბლომად იღებდა ფეხის ქირასა. მაგრამ ეს იყო კარგი რომ რა კი იკისრებდა საქმეს ბოლოსაც მოუხდა აბა ჩემო ღვიძლდაზე უფრო უკეთესო დაო ქალია თუ ვაჟი ვაი რომ ქალია ჩემო მოსი როგორ არის თავს არა მაინც რა საობს ქალი არ მოსდო თუ გეწინება და
მახინჯია. ვაი შენს მოსეს. განაუნახავს სადმე. არა, არსად არ უნახავს, მაგრამ შეუტყვია. ოდა თუ არ უნახავს, ბურთი კიდე ხელთა გქონია. ხორეშა, უნდა ვიღოლოთ რამე. უნდა მოვიფიქროთ რამე, ხო ვიცი, გაჭირებული კაცი ზღვაში მამა. ჩემო მოსე, შენი სამსახურისათვის თავი არც დამიზოგნია და არც დავზოგავ. მაგრამ რაღა დაგიმალო და ძნელი საქმე. ხორეშა, შენ თუ შენეწევი. საქმეს დამში მოვიყვანთ. როგორ? ლამაზი ქალების მეტი რა არის ქვეყანაზე და მოვიდა მიგდე. ბაბა. არა, ეს მაგ სულს ვერ მივყიდი. აი შენი ბედ მოცემული 10 თუმანი. და მე კიდევ ხელი დამიბანია. ხორეშა. მაშ მაღალატო. მას ჩემი ოჯახის დაუპვა გინდა. ჩემი საწყალი ქალი არ გებრარება. ეი, მუხანათო წუცის სოფელო, სულ ტყუილი ყოფილა. პურმა რილცა, პატივისცემაცა, სიყვარულიცა და მეგობრობაც. მოსე, მე მაგ საქმეს არ ავიქ. შენინება, მაგრამ ეს კი იცოდე, გულში შხამიანი ის არის გამიყარე. სპილენძის ტყვია მომარტყი. ურჯულო ლექსავი ქრისტიანი სული წამწყნიდე. მოგიკოდეს მამაშვილო. დედითო ბოლო. შენ ნუ მომიკვდები, მოსე. შენი ოჯახის სამსახურისათვის თავი არ დამიზოგნია და არც დავზოგა. მაგრამ სამსახურიც არის და სამსახური. რა უმადური მე მიპოვე? 20 თუმანი არ დაგბირდი? 25 იყო შედალოცვილო. ფულზეთ ხომ არ არის საქმე. ამ სიბერეში თმით მათრევენ. სულს დავიწყმე და რა. 27 იყოს. არა, ეთაყა ფული ასახსენებელია. საქმეა დიდი გასაბედად. 30 იყოს. მეტი კი აღარ შემიძლია. ხორეშან, ჩემო ღვიძლდაზე უფრო უკეთესო. მას ჩემი ობოლი ქალი არ გეცოდება. შენ სანაცვლოდ იყოს, ჩემი ოხერი თავია, ხა? მოსე, აიღე საწერ კალამი და სასიძო ერლინის წერო. ჩემო აღმატებულო გვაროვანო სიძეო, რომელიც აღთხოვ გამოგზავნო ნიშანი რომ საქმემ არ დაიგვიანოს, დიდი ხალხი არ გამოგზავნო რომ მე მოხუცებული კაცი ვარ და პატივი და მასლაათი და ქეიფი რომელიც ათმე აღარ დალმის. ის დალოცვილი სოლომონ ბრძენივითაც წერს, არა? რაო რა წერება? რაო და ნიშანი გამოგზავნეო, ბევრ ხალხს ნუ გამოგზავნიო, შეუძლო თავარო და ქეიფი, პატივისცემა და მასლაათი არ ძალმიცო, თუმცაო დიდად ბედნიერი ვარ, რომელიცა რომა შენგან ვარ დღეს მოხუცებული, ბედნიერი და გული ჩემი სიხარულით აღსავსე. რა ზიადის დასიმავრო ყოლია რა. ძმაო, ხვალე უნდა წავიდე. აბა რაღაც ველოდოთ. აი, დედიჩებისეული ზურმუხტის თვლიანი ბეჭედი და ოქროს დეცხვი და გაგატარო ნიშნად. აბა შენიცი. გაოლა გამოვლის დროს, თვალი კარგად მიაყოლე. ლამაზიაო და ოჭლი არ იყოს, ან თვალს არ ეკლდეს. ერხორცი ძმაო. ერხორცი კარგად უნახე. მაშ ფულისა და მზითვისაც წვრილად გამოიკითხე. ასპინძელო! არ გამიგა, კაცო! მომწე! გენჭირიმე, მომწამდი!
რა ვქნა შენი პირიმე? ვერავინ დაგიპატიჟეთ. ავადავარ. და თასლებს ვერ გაუწევთ. თქვენ კარგად ბრძანდებოდეთ და სტუმრებსაც მოვესწრებით. გენაცვალოს მამა. ქორპილისა რა ბრძანა ჩემა სიძემა? რაც უფრო ჩქარა იქნება, უკეთესიაო. გული უძგერს, გული. სულ თავისაყალ დედასა გავს. მაშინ. უკაცრავად არ ვიყო და მეც ესე ვიფიქრე. ალბათ დედასა გავს მეთქი. რა ხია სადედოფლოსა? დარეჯანი ხია შენი. დარეჯანი. კარგია. ამა ჩემო ახალო მძახალო. მე ნესტანსაც დაუმატებდი. მართლაც ნესტან დარეჯანსა გავს? საპატაძლოს გაუმარტო. სასიტოს გაუმარჯოს თქვენთან ერთად. გაუმარტო. დედი ჩემი სეული ზურმუხტის თვლიანი ბეჭედი. ამაზე უკეთეს ხელს ვერ მონახავ. ღმერთმა აცოცხლოს საპატარძლო. რა რიგად მოვიდა საქმე, მომივოცავს ჩემო მოსეშვილის ბედნიერება. უი, დიდი ჯაფაკი გავწიე. სულ ვიწურებოდი შენზე მიწარმენახო, სულ ვიწურებოდი ანაი ეხლა შეიტყობენ მეთქი და ანაი ეხლა და დავიღუპებით, მაგრამ გვიშველა ღმერთმა და ვერ შეიტყეს. შედალოცვილო, იწურებოდი. რა, ასე გონია, პირველად ჩაგედინოს მაგისთანაც საქმე. იწურებოდა. თქვენი ხელობა სხვა რა არის? იწურებოდა. არა, ხუმრობ თუ მართლა მეუბნები. მაშარა და გეხუმრები. ეხლაგანა. ეხლაცა და მაშინაც. ღმერთმა მშვიდობა მოგცეს თუ ეგრეა. მე კი გამისტუმრე და მე შენ. სადაც კიდე წავზანდი. ხელს ვინ გიჭერს? რაცა პირველია ხელს არავინ დამიჭერს. მაგრამ დააპირებული მიბოძე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს. აი, რაც გინდა ის ილაპარაკე ჩემზე. გული არ მეწყინება. დაპირებული. რაც მოგეცი, იმასაც ავნანო. გგონია კიდე მოგცერა მე? ეხლა ეგ ნამუსია, ეს პატიოსანი დედაკაცი ფოშტის ცხენსავით მათრიე. ქვეყანაში თავი შევირწყვინე. საქმეზე და მოვიყვანე და ეხლა მაგას მეუბნები. მაშეგ ნამუსია. ის კი ნამუსია. რომ აგიღია ფეხი. სოფლიდან სოფელში დაეთრევი და მაჭანკრო. ნამუსია. მაშ ეგრე არა. შენი ფეხი დამკარი თავში შეუმადურო შენა. თუ ეგ საქმე არ დაგეხლართო. შენი ლეჩაკი დამხურე თავზე. შენი ლაბდასმული ლეჩაკი თუ ეხლავე გომუსი არ დაგამწყდიო, ვინმე ფურის წერა არ დამთავრდება. დავამწყდიო. ვაი, მე კი დაგაყარე მაგ უხეირო თავზე და დავამწყდიო რა შენი მოახლე გოგო ვარ თუ შენი გომბიო ქალი. აი, ნახავ თუ გოგოზე და თუ არესი არა ხარ. მე ეხლავე გაჩვენებ, როცა გაგისტუმრებ გომუსია. ბიჭო, შენ რომ ჩამოგახშო კიდეც, ხმას არავინ გამცემს. ხელი.
მაჩვენე რა გაქვს აქ. მოსე მაჩვენე. აი. ჰა. მოსე არ გეკადრება ეგეთი ძალადობა ერთ უღონო დედაკაცზე და შენი მოცემულია შენ სამსახურში სამშიერთან არ ყოფილი ვარ ხედავ ეს ფული ჩემთან დარჩება ეს ვისი 20 თუმნის დამასუქია სიძესაც არ თვიფეხის ქირა აი ხა შენ არ დაიჯერებ და შენი საქმისათვის ჩამოვარქვი თუ ქალზე უარს იტყვის ამ თამასუქს ვაჩვენებ მეთქი შენ მე მაგით ვერ მომატყუებ ეს თამასუქი ჩემთან დარჩება შენ კიდე გომურის ვაგივრად ხულაში დაგამწყვდებ ბიჭო ისმენ ბატონო ბიჭო ეს ტყვილი კნეინა წაბძანე ხულაში ხო ხალიჩაც მიართვი მუთაკაცა ქვეშაგევიცა პური და ღვინო არ მოვაკოლო ხულას გარედან კალიტე დაადე ეს ამბავი არ ამიგაიგოს თორე ვაი შენი ბრალი ოი მოსე ეს ტყვილი გაბრაზება რა იხდება ამ სულელ ბიჭმა დაიჯერა რომ მართლა უთხარი არ გესმის ბიჭო ეხლა ხულას დამწყვდიე ხა შენ აღარ ახურობ როგორც დამამწყვდიოს აი ეხლავე აქვე შენ თავს თავს მოვიკლავ გაიყვანე მე დაგემოგრულ მაგნი შენ მე დაუნიავე საღამო ხანი ჩვენ სოფლებში და ნამეტნავად კახეთში სადარბაზო ხანი გახდათ. ამიტომაც საღამოობით დარეჯანი ეგრე გამოიპრანჭებოდა ხოლმე, უკაცრავად კი არ იყო. საკურტუმესაც კი გაიკეთებდა. დარეჯან შედი საყვარელი ძალიგია ახლა ეხეთი დაგაყარე საიდან გამომეცხადა ერთი შეხედე როგორ გამოწყდება მოგძანდი ჩემო რძალო ჩადმერი თომ ძალიან ესიამოვლა ჩემი ძალა ახლა ძლივს არ მოგიგონე ელისაბედი ძლივს არ მოგიგონე ცოცხლე მოწლარა ეს ისა ხო ეს ესა სახლი არია ოჯახში სახლის რა გამოეც აქეთ მოდი ლუარსა ბიჭო ესტატე სკამი მოასწრი შენს ბატონსა სხვა როგორ ბრძანდება ჩემი მაზლი დავითი ხომ კარგად სუფეს კარგად გახლა შინ ბრძანდება აბა ამისანა დროს კაცი შინ დადგება მამულისა და მოსავლის პატრონი რა საკვირველია ვისაც კაცი არ ახკავს და არაბადია რომ ჩააბარო სახლის პატრონობა ისინი ვერ დადგება აი ჩემი ლუარსა უი განა მაღაზე მოგახსენე უი მე განამეც მაღაზედ მოგახსენებ გენაცვალე გაიგეთი მწუწკე ნიკოლოს რა უქნია რომელ ნიკოლოსა აი იმასა თავის მოახლესთან არ შეყობა თავწყია ყმაწვილის გასი ბიჭო თავი იქ ერთხელ ბინდი ყოფილა ბიჭებს დაუნახავთ და ქალბატონისათვის შეუტყობინებიათ რომ შენი ქმარიო უი ლუარსა გაიგე რა მითხრა ისა წალი ქალი მოსულა და გულს შემოხრია აი ბატონო თქვენი თავადიშვილები მართლა თქვენზედ მიწა არ მენახოთ მე საწყალი ქალი მეწოდება თორემ ნიკოლოს თავშია თქვა უხლია მაშკალ ჩუმად მაინც მოეხდინა იმ სულს ჩუმად რომ მოეხდინა ვინ რა სიტყოდა განაუწინ კი არ იყო მაგისთან ამბები რა ყორციელერი არ იყვნენ თუ მაგრამ სულ ჩუმად და გონიერად იცოდნენ უწინ ყველაფერი ამიტომ რომ პირში წყალით ჰქონდათ აღარა ბატონო აღარც არ წვენიათ ნამუსი აღარ არის არა წახდა ქვეყანა აი სწორედ მეორედ მოსulis ნიშანია ჩემანზე აქსად მოგახ იქიდან მოიწა Tadi.
აი ერთი კიდევ რა შეიტყე. გოგო დაითხოვე და მოგახსენე. გასცი გოგო. გადი გოგო. იმ დღეს ცაზეთ კუდიანი ვარსკვლავი რომ ამოვიდა, ხომ გახსოვთ? ხო. იმ დღეს გველეშაპი გამოსდგომოდა მზესა. ესეც ხომ გაიგე? ხო, გავიგე. იმ კუდიან ვარსკვლავზე და სომხების ტერტერებს თავიანთი კარაბადინი გადაუშლიათ და უთქვამთ. რა უთქვამთ? თავადი შვილებს ყმები ჩამოერთმევადო. ვაი შენს ლუარსაბსა. ეგრა თქვი. აგი მოგახსენეთ რომ წარღვნა უნდა მოვიდეს მეთქი. აი ეს სულ ჩვენისავე ცოდვებისაგან მოგვევლინა. მამა ჩემი ზალის ხსოვნას წავალ. ზაქარიასაც, ლევანსაც და იმ ნიკოლოსაც ტიხქვეშ გავიგდებ, იმიტომ რომ ეს სული მათი უნარია. დავიდნენ და ატარო მურმები ქირაზეთ. ნუ იმე, რაზეც გაცხადი შენ გეთაყვანე. რა სომხების კარაბადინს უჯერებ, ისიც კი ეთქვათ რომ დედამიწა ხარისქაზეთ გააცო. იმ ხარსა ორ ქამოსტეხიაო და ქვეყანა უნდა გადაბრუნდესო, მაგრამ ტყუილი გამოდგა. გარეჯელ მკითხავსა კიდევა ეთქვა რომ იმ ხარსაო არც ქამოსტეხიო და არც არაფერიო. მაშ გენაცვალე. კი აღარ მომაგონდა. ჭორი იქნება. რა როგორ იქნება? მეფის ელეკლეს ნაბოძებს რა სომხის კარაბადინის სიტყვით ვინ წამართმევს? თუნდაც არ იყოს რა რიღას თავადიშვილები ვიქნები თუ ხმები არ გვეყოლება. კარაბადინი კი არა სოლომონ ბრძნის წიგნის რომ იყოს არ დავიჯერებ და არ დავიჯერებ. არა დასაჯერია. რასაკვირველია დასაჯერი არ არის, მაგრამ გლეხობაში ეს ხმა გავარნილა და ეგ კი ცუდია თქვენ მამზე. შვიდობით ბრძანდებოდეთ. შვიდობით ბრძანდებოდეთ, ჩემო რძალო. ბიჭებს უთხარით რომ ეგ ყველაფერი ტყუილია თქო. თქვენც ეგრე ჰქენით და კარგი იქნება. გლეხები არიან, ადვილად დაიჯერებენ ტყუილსაც და მართალსაც. გოგო, წავედით. მერტო, რა მეჭორია, რა ენა ჭარტალა. ეს რეები მოიგონა თქვენი ჭირით, ეს რეების თქვა. შენ კიდევ რა უცბად დაუჯერე, კარაბადინმა ბრძანაო და მოდიდან უდაუჯერებ. ის რა არ მოგაგონდა რომ გარეჯელ მკითხავსა რამდენჯერ გაუცრუებია სომხური კარაბადინი, გონება სადა ქონდა, გონება. შედალოცულო აი აქ მქონდა, მაგრამ არ მომაგონდა. ვა, რაც გამიგია, სულ რომ მაგონდებოდეს, მეტი რა მინდა. სოლომონ ბრძენი ვიქნებოდი. კარგი, ახლა დაწყდი. ნელა, კაცო, ნელა. დათო! აბანო შენი კირიმე. რას მიბრძანე? ეხლა ხალხი არ შეხყარე. ეხლავე. კარგი შენია. ელეჯან. უეჭველად უნდა დავარწმუნოთ რომ ეგ ტყუილია. ო, რასაკვირველია, ცუდი არ იქნება. ისე შენებურად უნდა უთხრა. ემილონ დაგიძავენ რომა? ამბობენ ბატონებს აყმერი უნდა ჩამოერთვათო. სულ ტყუილია. ემტიფეს მოუწერია. დავარჩობ ვინც იტყვის რომ ეგ მართალიაო. მაშ ანგიევა რა კარგი იქნება თქვენთვისაც ჩვენ რომ არ აყვანდეთ, რაც არ უნდა იყოს მამასავით პატრონობთ. ხო, შენი ჭირიმე, შენი. ნამდვილად რომ მამა ხარ და ჩვენ კიდენა შვილები ვართ შენი. ხლა ეგეთ ხალხო ხო ეგრეა. ეხლა თუ ხანდახანა გაგვიწყრები, აგვიკლებ, წაგვართმევ. მეა, ყველა ჩვენი სიკეთის თვინ არ არის. განარა, მამა შვილს არ გაუწყრება. ოღონდაც რომ გაუწყრება, მაგრამ შვილია და მამა კიდევ მამა. ხო, და მამაშვილობა კიდევ არა, მუდმივია. ხო, და ბატონყმობაც მუდმივია. ხო, ვისაც თავში ტვიდი აქვს, ამბობენ რომ მუდმივია. ვინც რეგვენია, ისინი კიდე ამბობენ რომ ამ ცის ქვეშა არაფერი ყოფილა და არც იქნებაო შეუცვლელი და მუდმივიო.
ხო და პატოყნობაც დაიშელებაო. ეხლა დიდ პატარაობა სად არის? აი თუნდაც თითებს დავხედოთ. აი ერთი თითი დიდია, მეორე კიდევ პატარა. როგორ არ დაგვიხედნიან შენი ჭირიმე შენი? როგორ არ დაგვიხედნიან? მაინდა ბიჭო ხელი. მაინდა ხო. აჰა. დიდიც არის და პატარაც. მაგრამ დაილოცოს ღვთის სამართალი. ისე გაუჩენია რომ ერთმანეთს არ უშლიან. ხო. გარეჯან ერთი თუ ჭრიარი დედაკაცი ხარ რა გამოიცან აი იმ ფიცარზე რამდენი ბუზიზის აბასა და შენ შემოგევლე აი კაჭერის ფიცარზეთ რამდენია? ხო მაიცა ჯერ დავითვალო ეგრე ხომეს გამოვიცნობ აბა ისე გამოიცან კაცობა ის იქნება ისე გამოვიცნობ? მაშ კარგი მაშ აი ასე 30-მდე იქნება ოლოლოშე ვერ გამოიცან აი თუ კაცი ვარ 40 უნდა იყოს გამოიცნო ვაშმა დაგითვლია როგორც იმ დღეს აქენი ეგრე ხომეც გამოვიცნობდი შენც არ მომიკვდე ის კარგი მამა არ წამიწდეს რომ არ დამითვლია არ დაუთვლია მას საიდან იცი რომ 40-ია საიდან იქიდან რომ გონება მაქვს განამეტი არა მაგ გონება არა გონება შენც აქვს მაგრამ კაცის გონებასთან დედაკაცის გონება როგორ მოვა მე ვარაუდით მივხვდი რომ 40-ია რო არ იყოს 40 მაშინ ჯარიმა გადამახდევინე კარგი მაშინ მოდი და დავთვალოთ დავთვალოთ აი იქიდან დავიწყოთ აი გამოიცნო მაშ გონება აქ ჩემ ბატონსა და გამოიცნო 54-ები რა გაფრენილან თორემ 40 იყო მით უკეთესი უფრო ცოტა არ უნდა დარჩენილიყო მანდა რა ეხლა 54-ზე მეტი არის დალახროს ღმერთმა ეკი ვეღარ მოვიფიქრე ბიჭოს თითქო 4 ჯერ დავთვალე აკი არ დამითვლიაო შეეშმაკო შენახა ხო გაგითხრი შენი კუთისა და მეტი რაღა გინდა გეთახვა მეტი რა უნდა მინდოდეს შენი ციცოცხლე და კარგად ყოფნა ჩემი ტურფა და მინდოდეს შენ გენაცვალე შენი თავი ხა დარეჯან თუ გიყვარდე ძალიან ათხოვ ტურფას ნუ მეძახი რატომ შენი ჭირიმე ხა რატომა და ტურფასო გოშიას ეძახიან და ეგ რა კაცი საკადრის სახელია მაშინ ჩემი გოსი არა ხარ განა მე შენგანა პირველად შენი გოშია ვარ მაშარა ვარ შენი ცირა ხარ ჩემი დარეჯან აი შენ ჩემი სულის წიწმათი ხარ აი შენ ჩემი გულის არხუნა ხარ აი ჩემი გონებისა რა ვთქვა
თუნდაც მარილი. კარგი მოწყობა არ იყო. ინგლისი და იამადე შენა, ჰა? უი, ესტატე, მოდი ბიჭო, მოდი. ღმერთმა დღე გრძელობა ნუ მოაკლოს ბატონებსა. მოურა მოგძანა, ბატონები გიბარებენო და გეახე. მოდი, მოგვისმით. ვირაბის უბანში კარგი მკითხავია. აი ამ ბაღდადზე უნდა ამკითხვინო. რა მიზეზია თქო, რომ შვილი არ აღყავთ თქო. უიმე, სად არა ყოფილან თქო. ესტატე უთხარი, სად არა ყოფილან თქო. მარტო 20 წმინდა გიორგი ულოცნიათ თქო. ახლა ღვთისმშობელი. მართლაც ეგრე ხომ არ შეიძლება თქო. ეგრე ხომ არ შეიძლება თქო. კეთილი ჩემო ბატონო. რასაც მიბრძანებს შენი ჭირიმე, სულ საკენკივით ავკრეფამ და მოგახსენებ. ლუარსაბის და დარეჯანის ქორწილის ღამეს დიდი ამბები მოხდა. სიძე მოდიოდა დიდის მაყრიო. ძმაც თანახავდა და ელოდა ზეთუნახავს საცოლესთან შეხვედრას. ბატონო, აპრილია. ხედები ჩამოართვი. ხო. გადამალე. ხო. ისე გია რომ არავის შეიტყოს. გაიგე? როგორა? რაღაც უდრი ხარ. გავიგე. მომიყვანეთ მეფე დედოფალი. ქორწინდებიან მონახთისა ლუარსაბი და მხევალი ღვთისა დარეჯანი. თანახმახართ შეირთოთ მხევალი ღვთისა დარეჯანი. არა, ამ ქალის შემთხველი მე არა ვარ. დავით, ამაზე ამბობდით გათუნახავია. ამ ქალის შემთხველი მე არა ვარ. მოგვატყუეს. აო, მოგვატყუეს. ამ ქალის შემთხველი მე არა ვარ. მოგვატყუეს. ქალი შეგვიცვალეს. მოგვატყუეს. ჩემი ძმა ამ ქალის შემთხველი არ არის. არა, მაშ მოგვატყუეს. მოგვატყუეს ხალხო, ცხენები! თავს ლახი დაგვასხეს ხალხო! დავით. ეს რამბაი. ქალი საღდარშია და სიძე ეხლა და გაუარსენა. აქამდე სად იყავით? თუ არ გიდოდა ჩემი ქალი, იგეხვეწებოდა. თქვენზე ნაკლები ოჯახშვილები თხოვდა რომ არ მივეც. აგე ბატონო, თქვენი ქალი. ვისაც გინათ იმას შევწევ. ჩემი ძმა მაგ-ქალის შემთხველი არ არის. ეხლა განა. როცა მთელმა ქვეყანამ გაიგო რომ ჩემ ქალს იქთავ შენი ძმა. როცა შენმა ძმამ საღდარშია შეიყვანა ჩემი ქალი. მაშ მოსეგზელაძე თავადი შვილი არა ყოფილა და თავზე ქუდი არა ხურები. გაგონი რაგაცო? ის კი გაგონილა პატარძალი შეგვიცვალოთ. არა, თავზე ლაფს არავის დავასხმეინებთ. ან უნდა ჯვარი დაიწეროს, ან არა და აქედან ცოცხლები ვეღაცა ხვალთ. ჩემი ძმა მაგ-ქალის შემთხველი არ არის. თავადო დავით. ერთი აქეთ მანახე. ორდე. ვარ მიმართული ბაცო. ერთი აქეთ მოგძენდი. შენა გინდა. შენ ხომ არ ირთა. ხუთი თუმანი. გაჩვენე.
უთუნდათა ძმა გავყიდო. 7 იყოს. არც 8. 10. მაგრამ მე გინდა გაცო. 15. შენი გავარდეს. 15. ოღონ შენი ძმის დამშვიდება შენ კისერზე იყოს, დავით. ეგ საქმე მე მომამდე. ჩვენმა ლუარსაბმა ესე დაიწერა ჯვარი. თუმცა ძალადობით მოხდა ესა. თუმცა მზითებშიაც მოატყუეს და მზეთუნახავის მაგიერ მახინჯი დარეჯანი შერდეს. მაგრამ შუბლზე ეგ მეწერაო იფიქრა და დაემორჩილა ბედის წერას. კარგი რამ არის ქართველი კაცი. ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისათვის გაიხეთქავს თავს და არც მეორისათვის დაიწყებს ბრძოლასა. და არის ისე ყველგან და ერთნაირად გულგრილი და მადლობ შენ უფალო რათა განმაძღე მე. გოგო, გამადისეულო, ალიონი მომიტანე. ეხლა ესეც ვახშამი ღვთისმადლით გადავაგორეთ. ახლა ხვალინდელ დღისთვისაც ვიფიქროთ. ხვალა ჭამა გვინდა თუ არა? გვინდა. და ლოცულ ღმერთს ეგრე გაუჩენია კაცი. ხვალ რა გავჭამოთ? დარეჯან. დედაკაცო არ გეყურება? ხვალ რა უნდა ვჭამოთ? ხვალა. დაიცე, კარგად უნდა მოვიყო. არტალა როგორ ახარ, ჰა? არტალაზე ვაცივით ვარ, ვაცივით. ბარაკალა დარეჯან. შევამზე კარგი რამ მოიგონე. მარტო ეს რას გეყოფა? სხვა რა უნდა ვჭამოთ? ერთი კარგი ჩიხირთმა. 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 არა გეთაყვა. ბოზბაშის ჯობია. შენ არ მომიკვდე უარსა, რომ კარგად გაკეთებულ ჩიხირთმას ბოზბაში არ შეჭდეს. მას შენ ჭკუაზე დაღარა ხარ დედაკაცო. უი, შენ ერთი ახირებული კაცი ხარ, იცი, რასაც დაიჟინებ, კაცი ხომ ვეღარ გადაგათქმევინებს. მას კაციც მაგისთანა უნდა. ის ხომ კარგია, დღეს ერთი თქვა, ხვალ სხვა. მას შენ ბოზბაშ ამჯობინებ. ვამჯობინებ? მაშინ შენ პირში გემო არ გქონია, პირში გემო შენ არ გქონია, რომ ჩიხირთმას ამჯობინებ, თორემ მე ხომ ბოზბაში მივჩევნია. რას მიედ მოედები ადამიანო, აბა რას მიედ მოედები? გაიგე ბოზბაში როგორ აშობია ჩიხირთმასა, რომ როცა ჩიხირთმა მომაგონდება, პირში სულ წყალი მომდის, თუ მშიერი ვარ მით უფრო, ბოზბაზეთ კი არა. ო და ჩიხირთმას ჯობნებია. ეხლაც დაიჟინებ, ჰა? მაგ სიტყვებზეც დგეხარ? გევარ. მას კარგი. შენ ხომ
შიხირთმა შიერს მოგურის პირში ნერწუსა. მე კი ბოზბაში მაწხარსაცა. აი თუნდა ეხლა ამ აღამხომ მე შენზე მეტი მიჭამია. ხო, გიჭამ. მაგრამ რომ მომაგონდება პირამდე პურჩაყრილი, ჩაჟუჟუნებული ბოზბაში ცავსე მატლაფა, თუ ზემოდანაც ერთი კარგი კანჭი აძევს, მე მოგიგდე თუ შენ რამე გესმოდეს. ბოზბაში წვნიანების მეფეა როგორც თართი თევზებისა. აიცი დედაკაცი ხარ. აბა შენ კაცმა როგორ უნდა დაგიჯეროს რომ ისიც არიცი რომ ორაგული თქმულა თევზების მეფეთა და არა თართი. აი სუეგრე იცი ხოლმე, სუეგრეს ტყვი ხოლმე, სუეგრე. საიდან ვიცი რომ ორაგულია? საიდან გაიცი რომ არა, საიდან ვიცი რომ ორაგული? საიდან გაიცი? ჰოდა, რაც არიცი არა? ნუ იტყვი. გაგონილა? თქმულა? მე არ ვიცი. თუნდრო მორაგული იყოს თქმული თევზების მეფეთ, მაინც კიდევ ბოზბაში ჯობია ჩიხირთმასა. ჩიხირთმა ადამიანო. ბოზბაში დედაკაცო. ჩიხირთმა ადამიანო. ბოზბაში. აი, ჩიხირთმა ადამიანო. ბოზბაში. ჩიხირთმა. ბოზბაში. ჩიხირთმა. ბოზბაში. 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 ბოზბაში დედაკაცო. ჩიხირთმა. ჩიხირთმა ადამიანო. ჩიხირთმა ადამიანო. ჩიხირთმა. ბოზბაში დედაკაცო. ბოზბაში დედაკაცო. არ იყოს მტყუანი ხარ და არა წდები. მტყუანი შენა ხარ. მე ვარ მტყუანი. მე ვარ მტყუანი. შენ არა თქვი რომაო თართიაო, ჰა? შენ არა თქვი, ჰა? ეგ მე არ მითქვა. მე ვთქვი. ეგ შენა თქვი. ვაიმე. მე ორაგული ვთქვი. დახედ, გენაცვალეთ, ეს რა მოიგონა. რამდენის გინდა იმდენი იყიდე? მე ორაგული ვთქვი. ეგია რა, მაშინ ამ თყვანს გავწევ წმინდა გიორგის მადლიდან ეკლესიის ბოზბაში დედაკაცო. ჩიხირთმა. ბოზბაში. ბოზბაში დედაკაცო. ჩიხირთმა ადამიანო. ბოზბაში დედაკაცო. ჩიხირთმა ადამიანო. აი თუ დესტატეს ვკითხოთ. ბიჭო, ესტატე. თუ პირში გემოგავს. ბოზბაში ჯობია თუ ჩიხირთმა. ჩიხირთმა. დამით გათხარები. ხედა, ესტატე დაბრუნებულა მკითხავისაგან. ბიჭო, დაბრუნდი ესტატე. დაბრუნდი ვეჟო და არაფერს ამბობ. რაო, ესტატე? რა პირში წყალი ჩაგიგუბებია, ხა? თქვი გული ნუ გაადნე. ისაო. ვიცი ვითამაო. რაო? ვითამაო, ხატია გამწყრალიო. ხატიო? ვაი შენს ლუარსაფსა. რომელი ხატიო? თელეთისაო. თელეთისაო. თელეთის ხატი იბარებსო. მოვიდნენ და მილოცონო. 12 აბაზიანი ცხვარი დამიკლანო. 2 აბაზის წმინდა სანთელი დამინთონო. ქადები გამიჭრანო. 1-2 ყვერული ჩემს არემარაზე ააფრინონო. ეგ არის.
ლარსაბ, გაიღვიძე კაცო. ერთი შეხედე რა ამბავია. დიდება შენ და ღმერთო. გაგონილა ამოდენა ქვეყანა რომ სულ იქ არის. დიდება შენ და ღმერთო. სულ ქიქილი შენობა უნდა იყოს. მაშარა დაწუნული იქნება. ერთი შეხედე რამოდენა საყდრებია და? ვიცი, გან არა ყოფილი. ეგ ვიცი. კაი სანახავი გიმონდა. კარგი როგორ არ არის? მთელი მილეთის ხალხი მანდირელა, ათარიოსი, გურია სომეხი, იზილბაში. რაღაც მანქანა მოუგონიათო, ფიცრებს თავისთავად ხერხავსო. როგორ კაცი? ისე თავისთავად? არც კაცი, არც ადამიანი. ახერხი ვის უჭირავს? ეშმაკ და კაც, ღმერთს მან უიცის მაგათი თავი. დიდება შენ და ღმერთო. კაი სანახავი უნდა იყოს. კარგი იქნება მაშინ. Zadi, zadi. დარეჯან დრო გამოიცვალა დრო გამოიცვალა მას შემდეგ რაც ეს ეშმაკური სკოლები შემოიღეს ქართველი კაცის ხეირი მაშინ წახდა წიგნი იციან ახლა მე თუ წიგნი არ ვიცი რა კაცი არა ვარ და კუდიც არ ამხურავს განა და ფერი მაკლია თუ ხორცი. აბა, კაცი პაპაჩემი ყოფილა და ვენაცვალე უწინდელ დროსა ვენაცვალე. აი ცხენი, აი თოფი, მარჯვე მკლავი და კაცი იყავ პატიოსანი. დარეჯან ცოდო არ არის ეხლა იზილბაშებთან მებრძოლი დიდი ზალთათქარიძე მიწაში ლპებოდეს და შენი მაზლი დავითი მზეს უხურებდეს ეგ კიდევ რა ცოდო არ არის თამარ მეფის ძილფი კავები შავ მიწაში იშლებოდეს და შენი რძალი ელისაბედი კიდევ მიწას ამძიმებდეს აბა უყურე სოფლის უღმართობასა ღმერთო ნუ მიწე ტყუილად ხომ არ ვაკერებ ამ ქვებს. ტყუილად ხომ არ ვიყავი თელეცა სალოცა. ამაოდ ხომ არ ვივჯები, ხა? გითხრა რაღაცა. გითხრა. უხელსის მარში ერთმა მოხუცებულმა კაცმა აი ფეხებამდე ქაღალდივით უმწვერი ჰქონდა. ერთი წამალი თავისი ხელით დამალებდა და მითხრა: გამრავდიო, ვითარცა იაკობი.
იაკობი ვინ იყო? არ იცი ვინ იყო იაკობი? ვინ იყო იაკობი? ვინ იყო? როგორ? პირველ ლოცვაზე მაინც არ გაგიგონია? იაკობი იყო აბრაამის მძახვის განაყოფის შვილი. მაშ ეგრეა, მაშ. აი, ვერაცვალე იმის ერასა, მაშინედია. რაიმე, ნუ ხარეგეთი უჯათი. წმინდა კაცის სიტყვაზე ნუ ხარეგრე უჯერო. რა დაგებერთა ადამიანო? აი, თელეთისა არ იყოს. იმდენი ამუნათე, იმდენი იძახე შორს არისო. ხედავ, გაგვიწყდა ღმერთი. დღესაც შვილი არ გვყავს. მერე აკი მაშინვე შევეხვეწე, ნუ გაჯავრდები მეთქი. რატომ არ მაპატივა? ერთხელ წამომცდა, შორს არის მეთქი. ეხლა უნდა გადავბრუნდე და დავიძინო, თორემ ჩემი ენის ამბავი რომ ვიცი. კიდევ წამომაროშვინებს რასნეს და ღმერთი მიწყებს. დაგიშავე შედალოცვილო რომ დავითის ლუკმად გინდა გამხატო. მარხვა მე არ გამიტეხდია. ყოველ წელიწადს წმინდა ზიარება მიმიღია და ახსარება მithქვას. რაც დავითს ცოდვა ჩაუდენია ვინ მოსთვლის. აი შარშან ივანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღესა ხორცი უჭამია. მაშ აი პურის ნატეხს რომ მიწაზე ხედავს, არ აიღებს და არ ემთხვევა. იქნება ფეხიც დაადგას და გაწრიცხოს კიდეცა. მაშ უკუთხეվել ყურძენსას ჭამს ღმერთო. ქრისტიანი კაცი კია. აი ეს ყველა იცი შედალოცვილო ღმერთო და მაინც კიდევ იმისკენ ახლა.
რა ადამიანო გაიგე? ვაიმე, თვალები ეხლა დამდგომია. არა, არ მინდა. გაუშვე. ელე. დავით, არ მინდა. ვაი, შენ გენაცვალე ლუარსა. რა გავქნა? ადე კაცო, ადე შენი ჭინიმე. მითხარი, შენ შემოგევლოს ჩემი თარი. თორემ შიჩისაგან ლამის გავთავდე, შენ შემოგევლოს ჩემი თარი, ჰა? რა მოხდა რატო? რა იყო? მე მოვკვდი. ვაიმე. მე მოვკვდი. აი, შენ დასო. რა? დარეჯერი ჯერტიროდა. მე როცა დამმარხეს და ყველა თავი დავალება დარეჯერვად მიმატყვა. აი, შენ დიმამბოქა ვაზეთ ხარ ჰა მარტო დატოვა ჩემთან არ დაიმარხა აკი უყვარდი გამაცადოს ის ქოფაკი რძალი ის სულ ძაღლი დავითი დავლურს უვლიდნენ განა მკვდარი ვიყავი თორემ მეუჩვენებდი მაგრამ რამე ეკნა რა მკვდარი ვიყავი და ვაიმე შენი ჭირი მე ლუარსა შენ გენაცვალე კაცო მითხარი რა მოხდა თორემა შენ შემყურეს არა შიშისაგან დამელია სული მითხარი რა შენ შემოგეძლოს ჩემთან ჰა მითხარი რა ეხლა განა რა იყო რატო მაშინ არ დაგელია როცა დამმარხე და მარტოკა ჩამფალი შავ მიწაშია დამმარხე მე როგორ აქ ცხენია მე უნდა ვთქვი პირში როგორ მიყურებ ჰა ვაიმე თვალები ეხლა დამდგომია ბიჭო დათო ბიჭებო რა გავქნა ქმარი გამიგიჟდა კაცო ქმარი გამიგიჟდა რა გავქნა ხახლა თქვენი ჭირიმეთ რა ვქნა ნიშველეთ ეხლა დამემართა რა და ლუარსაბისათვის ეს მაგ დილში თავში ჩაუქონდა უიდან შეუჩლია ვაიმე აი ხახლა ვქნა მომეშველე იმასაც მოვესწარი ქმარი გამიგიჟდა ვაი ჩემს მოსწრებასა ვაი რა გაგვიებს ადამიანო ვინ გაგიჟდა შენი სულისა მე ჩემ გონებაზე და ვარ მასტეღა რას ლაპარაკობდი ავა როდის შენი ჭირიმე აი იქა აგურებდა აი სილბარი ვლახე და იმას ვიგონებდი მარხავდნენ ვითომა საფლავიდან ამოხტომა მინდოდა და ძის დავეცი მართლა მარა შენი გულის რას გაჩერებუხავს კაცო წადით აქედან საქმეს მიხედე წადით ო უყურეთი ამათა ჰა მადლობა ღმერთსა უი წადით კაცო რო გეუბნები წადით მიხედე წადით ქვეყანას მოვდე ქმარი გამიგიჟდა მეთქი ვაი ჩემ თავსა გასწით აქედან გასწამგახარ საქმეს მიხედეთ კაცო საქმეს საქმეს მიხედეთ საქმეს აჰა ჩი გენაცვალე ჩემო დარეჯა რა მეშველებოდა მართლა რომ გამგიჟებოდი ჰა რა მეშველებოდა კიდევ კარგი როგორ თავ კარგათა ვართ რა კი შენ არ გამიგიჟდი და ცოცხალს აკხედავ ჩემი გვერდები ჯანატას ამთგრაუყო კისერზე ჩამაიდი რაუნაუ ჩალურში შეიტან დიდი კიდენე ალეჯან ერთი შვილი შობერა განაშვილი მისათვის მინდა რომ მართლა შვილი მყვამდეს შენც არ მომიკვდე
აი, დავითის გამოჯავრებით მინდა. დავითისა. ის არ მინდა რომ ამ ჩვენს მამულებზე გავახარო. ანა ცოტანი არიან რომ შვილი არ ახავთ. არც მე ვინახულებდი. დავითი არ მინდა რომ ჩვენს მამულებზე გავახარო. დავითი. უიმე ბატონო. რა იყო გოგო? ხმა მოიღე. ჩამჩიაში ზამაშირო თუ მანგახსომთ. რა თქვი? რა? ჩამჩიაში ზამაშირო თუ მანგახსომთ. ხო, მერე? იმისთვის ერთი აქი მიდენაკაცი მოყვანიან ქალაქიდან. იმ დედაკაცს მითხაობაც სოდნია. იტყვინებთ. უიმე, შენ პირშაქარი ლამაზისეულო, შენ პირშაქარი. წადი გენაცვალე, წადი და კითხავი აქ მომიყვანე. ბელფულს მოგცემენ თქო უთხარი. ეხლავე? ხო, გენაცვალე, აბა, მიდი გაგრიალდი. მიდი გოგო, მიდი რაღა, მიდი გაგრიალდი. კამანო მიდი გენაცვალე. მიდი. რეჯან. ეგა კარგი ნიშანია. ღმერთმა თავისთავად კითხავი კარზედ მოგაყენა. განა რანაღველია თილისანა რომ ამან წყობს თავი დამანებებინებ და იაკეთ გამაგზანეს. ამით ხომ რომ უშმონი არიან. ეგ ხოუშენო თათრიჩი რო შვილი არ აყავს. უიმე. რა იყო გოგო? ადე გოგო, ადე ხამ, ერთხარება გოგო შეარდა. აი და მიცი ხალო. იცი. ყველაფერი ვის. ხანა ჩვენ კითხავს საკითხებდეთო. თელეთილოთეთო. ისინი გეცოდინება? მას? ჩემი ხელობა სხვა რა არის? პურს მაგითი მჭამი ეგ როგორ არ მეცი. უიმე. ხალო. თელეჩი რო ვიყავით, იცი ხალო? გეუბნები შვილო, ყველაფერი ვიცი, სულ ყველაფერი. უიმე. ქალაქში მკითხავთან გიკითხილებია. კითხავის კარგი შეხვედრია, სწორედ უთქვამს თელეთი ილოცეთო. შეგეწიოთ თელეთის მადლი. მაგრამ ისა რომ კითხავს გუთმისნობა თავი არ აქონია, ცოტა კლებია. დიახ, კითხავს რომ მიგნება ქონოდა, ეხლა შვილი კალთაში გეჯდებოდათ. რომ თქვენ სახლში ჯადუ არ ყოფილიყო. ვაიმე, ვაი, ადრე და მალე დაგუყულო ოჯახო, ვაიმე. ნუ გეშინიათ, ნუ. ჯადუ ეხლა ხეთში მყავს. ვაიმე, სადმე ვიხარ ადამიანო? ჯადუ. აბა მაჩვენე თუ ხელში გაქვს. რეჯან, მე კი ვერ ავნახავ. აი, მე თვალებს დავხუჭავ. და შენ გასინჯე რა. არა, გეცაყვა, არა. შენ თვითონ ნახე. რო გინდა თვალებს, აი, მე დავხუჭა. ნუ გეშინიათ, ნუ. ჭიშკარს უკან რო ორმოა ჯადო იქაძებს. სადა? ბიჭებო, თქვენი ჭირიმე.
ვისა ჩოხები გინდათ? ჭიშკართა რო ორმოა, ბიჭებო, ჩქარა! ბიჭო, აქ ვირას გაიგეს, გესმის? გადი და ისე გაგზავნე ბიჭები, გაიგე. ეხლა შენ გადა, მე თუ გინდა 40 ჯერ მე გავალ რა. მე როგორ არ აქცხვენია. მე დედაკაცს ამგზავნი. შენ ხუდი უნდა გეხუროს და კაცი უნდა გერქვას, ა? რა დროს კაცობაა, დედაკაცო? ვერ გაიგონე ოჯახში ჯადუ არისო. დადი გოგო, დადი. Tadi genetsale. Vidi. Visa che si Allora, vidi, fate poco. Baba, ne giado tvale tvera, mi va vera. Sama di gogo. Adi gogo. Ago de la vida, una bobina. Tu pure cena. Mia droito. Video. უნდა გენახათ როგორ მიაგნო თქვენი ჭირი მე თქვენი. Dato scemi te mi ci tratani. Nu așa. ეხლა ვეგენა. Boațile! Dora, o boațile! Adică boațile! მოდი მე ქიაკა. ეხლა ვეგენა. გაიდა გარეთ. გაიდა მე ჯო, მიდი. მიქრე გოგო, მიქრე. ნუ გეჭირია თქვენ ჭირი მე, ნუ გეჭი. Აიმე. აი. კახა. Luarsa. რა იყო შენი სულისა? Luarsa, რა უნდა გახარო? რა უნდა მახარო შენი გულისა? აქეთ რომ მოვდიოდი. დაინახე რომ ორჯერ გავჩერდი. ხო, მე? Luarsa. უეცრად მუცელში რაღაცამ გაიჩუჩუნა. მართლა გაიჩუჩუნა? იქნება მოგეჩვენა. უი რას ამბობ შენ შემოგევლოს ჩემი თავი დარბაისელი დედაკაცი კინაღამ სიხარულისაგან ორჯერ შეხვდი მაგრამ გამახსენდა რომ მუცელი წამიხდება მეთქი შენ კიდევ არ აგჯერა ვაი შეკი ჩაგეკოლე მაგებრიელ სულშია მას მართლა გაიჩუჩუნა ბარაკალა რომ არ შეხვდი თორემ მუცელი წაგიხდებოდა ანიმ სიხარულში ეგ როგორ მოგაგონდა აი მე კი შევხდებოდი და იგრე შევხდებოდი რომ დავცემულიყავი კიტრისავით გავსკდებოდი თვალი დაუდგეს დავითსა და ელიზაბეთს აი მაშდარეჯან დღეს მე და შენ ერთი კარგი კეიფი უნდა გავწიოთ აი ვენაცვალე კახეთსა ეგ რომ არ ყოფილიყო არა არც ეს მადლიანი კახური იქნებოდა მაშინ მე რა კაცი ვიქნებოდი ჩემს განთქმულ სახელსა ვიღა მოიგონებდა არა მაშინ დღეს თუ ლუარსაბის სახელს ახსენებენ სადმე აი ამ ღვინის მადლობელი უნდა ვიყო მაშინ ჰეი დიდი მსმელი ვარ ჩემოდენა საქართველოში ორიც ვერ დალევს არეჯან მე რომ სიმღერა ვიცოდე მთელი კახეთის ღვინო ვერ მომერევა მაშ აი რენაცვალე შენ სტომაქსა ეხლაში იქ პატარა თათქარიძე ზის და ასე მგონია წითელ ღვინოში ჭუმპალა ობს ჭუმპალა შენ გიგენაცვალე არეჯან აი ერთი ყანწი უნდა დავლიოთ მე ყანწი ორი დავლიოთ ეხლა ჩვენი შვილის აღგზელოს მე და შენ თუ არ დავლევ აინ უნდა დავლიოთ
ეხლა გეიმს უძამიხდე. გეიმს ეხლა ბერაში დაჰარდია. ავა. Ciao Marti. დარეჯან. Ciao Marti. მაშინ გავუმარჯოს. ეხლა შვილი გვეყოლა რა. გვეყოლა. ეხლა იმის კორდილზედაც უნდა ვიფიქროთ. ვაიმე. დარეჯან. 14 წლისა გახდება თუ არა? მაშინვე ჯვარი უნდა დავწეროთ. მაშინ დარეჯან. ვიდეო ახლა ქორწილია. მოდი ერთი შერებული დიდოური მე კიდევ განდიდურს დაგძახებ. დარეჯან, ვითამ ახლა ქორწილია. იდელებული დაუარო. დარეჯან, მოდი იცი. ერთანა მაჩუკა ბაგიებელი ჩემი სიცოცხლე და დარეჯან ჩემი ამათ შვილი არ მიეცა. გაიარა რამდენიმე ჟამმა და წუთისოფლის დაუდგრომელმა ბუნებამ ბევრი რამ გამოსვალა დედამიწის სურგზე. მოკუდნენ ესენიცა ისე, როგორც იხოცებიან ბევრნი ჩვენგანი.
რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აგვირთ. წაიშალა ამ ორთა გვამთა ცხოვრების კვალი დედამიწის ზურგზე. რისთვის მოვიდნენ და რისთვის წავიდნენ? რისთვის მოვიდნენ და რის